დავიწყე მეგობრებო ახალი ვლოგის წაწერა. აი ამ ადგილას ვიმყოფებით, აქ არის გარშემო ბევრი სალონი და პატა მოვიდა თმა და წვერი უნდა შეისწოროს, რაც ჩამოვიდით არ შეუსწორებია და საკმაოდ გაეზარდა და მოვიდით ახლა მაგისთვის და მგონი ამ სალონში უნდა შევიდეთ, არ ვიცი, ცოტა პატას ბიძაშვილი დადის, მე მგონი ამ სალონში. ხო და ახლა დავურეკავთ, დავაზუსტებთ ხო ნატურალად ეს სალონი და ნახავთ როგორ მომსახურებას მიიღებს. აბა დაგვენახე before. შეხედე როგორ გაეზარდა. ხო ბარი. აი მარტო შეჭრაღის 8 თუ 7, არ ვიცი. ნინიოს ბავშვებისთვის 7 და ჩვენ გვინდა მესამე მომსახურება კორტე კომპლეტო, იმიტომ რომ თმაც უნდა და წვერიც. Let's see. იდეალურად შეჭრეს, ძალიან კმაყოფილია. თან ძალიან მცირე დროში გააკეთა. აქედან მგონახება და რა? ძალიან კაია. წვერიც ლამაზად არის. გაკივა. შემთხვევით ფესტივალზე აღმოჩნდით. გამოვედით პარკში სასეირნოდ. დღეს რაღაცა მოგრობილია, მინდა გვაქარებ და 1 საათის წინზე იყო. რა დავინახე, მეც მინდა. ამანათი უკვე გამოგზავნილია სხვადასხვა საქართველოდან ველოდები. ესეთი პარკია. ნახე ბას 8 ცოცდე. ხო, ანუ ისა, ლაბირინთი. კაია, მაგრამ ძალიან მაღალია. ნახე ისიც აქია დაკეც აქ გაკეთებული, რომ ბავშვმა დაისვენოს რო რამე. აქ ჩამოსასრიალებლებია.
მაგარია. ჩვენთვის პატარაა. პატამ გადაწყვიტა, რომ ჩამოსრიალდეს აი იმ დიდი ჩამოსასრიალებიდან. და ეხლა ცდილობს რომ ავიდეს, მაგრამ ვერ ადის. ბავშვი ვერ შედიხარ? ვერა პატარა. მე შევეტევოდი რომ რამე. შევეტევი, მე ვერ შევეტევი. გინდა მევცადო? კაკი. ნახე არ ნებდება. შეძრა ესე ქვემოდან შეძრა. ბავშვი მოყვება ბას. რა ქენი? ოპა. მეშინია. მოიცა იქ დავდგები. გავიჭერები. აბა მიდი. ჩანთა იქ დატოვა და არ ახსოვს. მაგარია. აბა მეგობრებო, ეხა მოდი ჯერ დაუთმოთ ბავშვს. ეხლა დაუთმოთ. დამიცახმა პატა. მაგარი შეგრძნება არისო და ამოვედი მე. ხა აი აქ შეგრიდან ესე ქვემოდან უნდა შეძრო და ამაში უნდა აწვი. Let's go. პატა მახსნევს არ შეგეშინდესო და ეს არაფერი არ არის სოფლელი ბავშვისთვის. ისეთ ხეებზე აუმძვრალ ვარ და ისეთ რაღაცები გამიკეთებია. შეგარი თუ კიდია. ამოვედი ბოლომდე მეგობრებო და აბა წავედით. ვათავსოთ ფეხები. ოპა! დავებირასიჩქარეს ვერ აკონტროლებ. გიჩივით გამომაქანა. გირაში. ვაიმე, ძალიან სწრაფად ჩამოვქანდი. შემდეგი სადაც მოვედით არის ეს ადგილი. რა ქვია ბას ამას? რამდენჯერაც აქეთ გამოვიარე ხოლმე, იმდენჯერ დამაინტერესა და არასდროს რო არ გქონდა და ოპა! აუ კიდე მინდა. ეხლა უნდა ვქნათ ერთდროულად. არა, მე დაჯდომა მომწონს. უფრო სწრაფად მიყავ ხარ. არა. კაკი ბადა რა არ გახარ. რა იყო ბადა რა. ნახე რა დავყალია. რა ხდება ბადა რა. რა ხდება ზიგარულო? ყოფილა საჭირო ფეხსაცმელების გამოცვლა? ის ვარდისფერი შეიკერი რომ ვიყიდე, გამიტყდა, იმიტომ რომ პირდაპირ იატაკზე დავანარცხე არაერთხელ და ეხლა მეშინია ეგრე არ გავტეხო ეს შტატივიც, იმიტომ რომ ყველაფერს იატაკზე ვანარცხებ რა, ეს ძალიან მოუხერხებლობა მჭირს თუ რა მჭირს არ ვიცი. ტოსტერის ყიდვა გვინდა დღეს და მოვედით მედია მარკეტში და დავინახე ზუსტად ის მოდელი, რომელიც ვიყიდე საქართველოში. თუ ვინმე აპირებთ რომ იყიდოთ, აი ეს არის საუკეთესო რა. მე ყოველდღე ვიყენებ ხოლმე ჩემს რუტინაში აუცილებლად ის, ანუ როგორი კარგადაც არ უნდა გამოიხეხოთ კბილები, არ არსებობს რომ ნარჩენები არ დარჩეს და ამ ფლოსით აი ყველანაირად გამოდის, აი ამით ძალიან კარგად გამოდის ეგ ნარჩენები და ინარჩუნებ ჯანმრთელობას რა, ღრძილების, კბილების და რა ვიცი, სისუფთავეს პირველ რიგში და
აქ ღირს ახლა 100 ევრო ღირს. საქართველოში გადავიხადე სადღაც 400 ლარამდე რა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირ და ეგ მახსოვს და კიდე არის სხვა ვერსიებიც. ეს ვერსია არის მაგალითად ესეთი. მე მგონი უბრალოდ წყლის კონტეინერი აქვს შედარებით პატარა. ეს არის family ვერსიები, ანუ შეგიძლია ერთი იყიდო, მაგრამ რამდენიმე თავი გქონდეს და შეცვალოთ ხოლმე ოჯახის წევრებმა, მაგრამ ეს ერთ ადამიანს რო უნდა იდეალურია ეს. ეხლა მოვძებნოთ ტოსტერებით, როგორი ტოსტერი მინდა, აი waffle maker-ი რო არის რა. ეგეთი პირი რო აქვს. ვაფლები რო კეთდება, იმიტომ რომ უნდა გავაკეთო ხოლმე ჯანსაღი ვაფლები. აი აქეთ არის. ნახთობა. დავათვალიეროთ. ესეთი პირით არ მინდა. ესეც იგივეა. ესეც იგივეა. კარგი. სამწუხაროდ. არა. ეს მოშლილია. ეს. ესე იგი, მეორე ტოსტერის ფოტოც ვნახე, Carrefour-ში არის ეგ ტოსტერი რა. ხო და ჩატი იმაძლევს ხოლმე ძალიან სწორ მითითებებს და ჩატს ვკითხე, რომ მეთქი რომელი ჯობია ეს, რომელიც დიეთ არ მომეწონა. თუ ის მეორე თქო რა, ის მეორე არის Carrefour-ში, აქ არ არის, უნდა წავიდეთ და როგორი რაღაცა არის, ესეთიც აქვს, ანუ ესეთი გასაკეთებელიც აქვს, ესეთიც აქვს, ანუ პირები ეცვლება, ეს პლეიტები ეცვლება და აქვს კიდე ესეთი პლეიტიც. ოღონდ ესეთი მაგარი არ არის მაგისი პლეიტი. ვაიმე, როგორი ხსნება ეს? ანუ ესეთი სისქე არა აქვს, ნახე, ეს სიღრმეებში ჩადის. აქ თითსროვდებს საკმაოდ ჩადის. და ის ეგეთი არ არის, ანუ ეს პირამიდები რაც არის, უფრო დაბალი აქვს. შესაბამისად, ვაფლიც უფრო ბანძი გამოდის რა, მარტივად რო ვთქვა. და ჩაც უთხარი, რომ მეთქი მე ვაფლებისთვის მინდა და რომელს მირჩევ თქო და მირჩია ეს, მიუხედავად იმისა, რომ იმას აქვს სამი ფუნქცია, ეს ბევრად უფრო მაგარ ვაფლებს გაგიკეთებსო რა. და თან ის რომ ბანძ ვაფლებს აკეთებს, მაგანაც დამაფიქრა. ამიტომ სავარაუდოდ ამას ავიღებთ. სულ ტყუილად ვიფიქრე ამდენი და სულ ტყუილად გადავწყვეტე ის, იმიტომ რომ ნახეთ და მარაკში საერთოდ არ გქონიათ. მე უთხარი სხვა ფილიალი ხო არ გაქვთ თქო, იქაც გადაამოწმეს და იქაც არ აქვთ მარაკში. ამიტომ უნდა წავიდე Carrefour-ში და უნდა ვნახო ის ვერსია, რომელსაც ეცვლება თებშები. ნახოთ იმედია ნორმალური იქნება. გამბოტები ვნახეთ. მაგრამ ეს თავისი შაქარი იქნება. ალბათ არა აქ დამატებული შაქარი, თორე ესე ცოტა კალორია როგორ ექნებოდა. Magaría. 6, pero esto se elimina, esta ahí pasa a esta ahí y se junta. 6. Aquí no hay límite. 10 y 480. La I sobra, estudiantes. Tengo ya 2028. Eso está mal. Primero. Es el primero de la izquierda. Está 3. Eso está mal. 13. Es 13. Bien, ahora, el número 4 es escribir con letra. სკოლიდან მივდივარ პირდაპირ დარბაზში. გვიან მიწევთ დღეს, მაგრამ სხვანაირად ვერ მოხერხდა და წამოვიღე სენდვიჩი. ძალიან გემრიელია, უბრალოდ ანკალებ და ისევ ჭამი. ძალიან ცივა დღეს. დაბრუნდა ისევ სიცივეები. არ ვიცი რატომ. მიხარდა რომ მეთქი ზაფხული მოდის. სანამ შევჭამე, ეს ხელი გამეყინა. აი მე არ ვიცი. ესე იგი სამხრეთ ესპანეთიც კი ცივია ხალხო ჩემთვის. კიდე უფრო თბილი ქვეყანა შემესაბამება. გაზაფხულის ფერები. აუ დღეს კარგი სითბოა. ძალიან კარგი სითბოა. კი, ძალიან. ეხლა უნდა გავაკეთო გაწევები. მაგრამ ჯერ კიდე ერთხელ სამკითხვას. ყოფილა საჭირო ფეხსაცმლის გამოცვლა? როგორ ჩანს კი? ესე იგი, ვინაიდან იმ დღეს ვერ ვიყიდეთ ეს ჩემი ტოსტერი. დღეს მოვიდით Carrefour-ში, ყველაზე დიდი Carrefour რომელიცაა და აქ უნდა ვიყიდოთ. ვაიმე კი, ძალიან დიდია. ნახე საიდან იწყება. ხო, არ ვიცი. დიდი რიგში მომწეს ჩადგმა, მაგრამ უნდა ვიყიდოთ. ძალიან დიდი Carrefour-ია, აი. ძალიან. აბა მოვედით ტექნიკაში. რამდენი ხანია ორი კვირა ვიყიდო რომ ის ჩემი გემრიელი ვაფლები გამოვაცხო და იმედი მაქვს ხვალ მაინც გამოვაცხო. არ არის. ანუ საიტზე ძალიან ბევრნაირი ჰქონდათ, მაგრამ მოვედით და არჩევანში არ არის.
აქ არის კონსულტანტი, მაგრამ რავი რას მეტყვის ახალს, კაი მაინც ვკითხო. ესე იგი ვკითხე და ადგილზე მარტო ესენი აქვს და საიტზე ვაჩვენე რომ ნახეთ მეთქი საიტზე რამდენია და მაგიტომ მოვედით მეთქი რომ ადგილზე გვინდოდა მაგების ნახვა თქო და იქ დამანახა რომ ნახეო მარტო საიტზე, ანუ მარტო გამოწერა შეგიძლია მაგეებისო რა, ადგილზე არ გვაქვს. ხო და ეს შეგიძლია თავისუფლად გამოიწერა უბრალოდ თუ აქ ვერ შეიძენო რა ეგრე მუშაობს აქ კარფურიო რა ვიცი. ხო და რავი, ალბათ ონლაინ გამოწერა მომიწევს. ყვილად მოვედით. ზოგიერთ დღეებში საერთოდ არ მაქვს არანაირი ვიდეოს გადაღების სურვილი. თქვენ ამას ვერ ამჩნევთ ხოლმე, იმიტომ რომ დებლოგს მაინც გრძელი გამოდის, იმიტომ რომ რამდენიმე ვიდეო არის ერთად და 20 წუთზე მეტი მაინც ყველა ვარიანტში გამოდის, მაგრამ ზოგჯერ მთელი დღეები მაქვს ხოლმე ჩაგდებული, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მაგისი განწყობა არ მაქვს, არაფერი საინტერესო არ ხდება. შეიძლება საერთოდ არც არ გავიდე და ვარ ხოლმე ძალიან ცუდ ხასიათზე და ძალიან ცუდ განწყობაზე. ამიტომ ანუ მომინდა უბრალოდ რომ ესეც გამეზიარებინა, იმიტომ რომ არ ვიცი, მგონი მარტო დადებით ვაზიარებ და ანუ ეს მხარეც არის რა. რომ იცოდეთ, დღეს არის დაახლოებით ეგეთი დღე. ეხლა მივდივარ სკოლაში, უკვე 5:30-ია და დილით დარბაზშიც ვიყავი, რაღაცებს გავაკეთე, მაგრამ ძალიან განწყობის გარეშე ვიყავი. მომბეზრდა ძალიან სახლში ყოფნა. ჩემი ყოველდღიურობა მარტო ეგ არის, დარბაზში გავიდე ხოლმე და ეგეც ასე თუ ისე ნუ დარბაზი არ მბეზრდება რა, ძალიან მიყვარს, მაგრამ ანუ კიდე მინდა რომ რამე ვაკეთო. ხო და რა შეიძლება სკოლაში რამე გადავიღო ან არა. ანუ უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ესეთი დღეები ძალიან ხშირია. ესე იგი ეს ქალი ახლა კადრში რო ჩანდა, არის ჩემი კურსელი, არის უკრაინიდან. თუ არ ვცდები 4 წელია უკვე სევილიაში ცხოვრობს და მოკლედ დღეს მეუბნება რომ მე დავდივარო სევილიურ ცეკვაზეო რა. ხო და ნანახი მაქვს ახლა მე ამათი ცეკვა რაღაც ფეხებს აბაკუნებენ ხოლმე და რაღაცა წითელი კაბები აცრეთ და ლამაზია რა, ანუ ისეთი არ არის რომ რაღაცა, მაგრამ აი რო გითხრათ რომ გადაირიო და შოკში ჩავარდე, არ ვიცი, ალბათ შეიძლება ქართველი ვერ გადაირიო და ქართველი ვერ ჩავარდე შოკში, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩვენი ცეკვების მერე და იმ საოცრების მერე რაც ჩვენ გვაქვს, თან როგორი დიდარი კულტურა გვაქვს მაგ ამბავში, ხო, აი რამდენნაირი ცეკვა გვაქვს ხალხო, ანუ წარმოიდგინეთ, ანუ ჩვენზე ბევრად უფრო დიდი ქვეყნები არიან და რაღაცა ერთი ტრადიციული ცეკვა აქვს და ჩვენ გვაქვს ყველა მხარეს სხვადასხვა აქვს რა, ანუ რაღაც საოცრად მდიდრები ვართ მაგ მიმართულებით და არ ვიცი, ვერაფერი ვერ მაკვირვებს ხოლმე რა ქართული ცეკვის მერე. ნუ ეს ლათინოამერიკული ცეკვები ძალიან ლამაზებია და ძალიან მომწონს და ვგიჟდები, მაგრამ ამათი ცეკვა ისეთი ჩემთვის განსაკუთრებული ბოდიში, მაგრამ არაფერი არ არის და გინდათ რომ უნდა გაჩვენო ვიდეო და მაჩვენა. აი უბრალოდ ზრდილობის გამო ვიდექი და ვუყურებდი და მეკითხეოდა რომ ხო ძალიან ლამაზია, ხო ძალიან მაგარია და მეთქი კი. ანუ აი მე ვგიჟდები რა საერთოდ. აი რაღაც ხელებით აკეთებენ რაღაცებს. თითქმის ერთი და იგივე მოძრაობები აქვთ ქალებსაც და კაცებსაც და რაღაცა მუსიკა არის ჩართული რა. აი არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ კი მეთქი კაია და თუ გინდა გეტყვიო სად უნდა დავუკავშირდაო რა ჩაეწერო და შენც ისწავლო რა თვითონ თურმე 3 წელია დადის რა და მეთქი არ მინდა მადლობა და ესე დავიშალეთ. სანამ სახლში წავალ პეპკოში ვარ შემოსული რა და ისეთი კარგი სუნი დგას აი ამ თაროსთან, აქ არის სანთლების განყოფილება, აი ისეთი კარგი სუნი დგას რომ ვერ ვშორდები არა და არ ვგიჟდები მე სანთლებზე. არც ყიდულობ ხოლმე, არც მეყიდია. ამას უთის ძალიან კაი სუნი. ეს ფასტაკრებულია. ეხლა 1:50-ის ნაცვლად ღირს 1:30. აუ, რა კაი სუნია აქ. ეს ხის 1:50. აქ არის პლედები. პლედები ღირს
ეს 7 ევრო, ეს 9 ევრო, ესეც 9 ევრო. ზემოთ თეთრი პლედები 7 ევრო და 9 ევრო. აქ შედარებით პატარებია ეტყობა, ესენი ღირს 5 ევრო. ოკეი. ესეთი რაღაცები ძალიან მიყვარს. ესეთი რაღაცები. ჟელიბონებისთვის მე ჟელიბონების კეთებას რო დავუბრუნდები. რაღაცა ესეთ ლამაზობას გამოვიწერ ტემუდან. მაიმუნობას რაღაცას. ამაში რომ მოამზადებ, შეიძლება ისეთი გემრიელი არც იყოს, მაგრამ ძალიან ჩაჭამ. ეგეთი ლამაზი ფორმა რო ექნება. ესეთი რაღაცები როგორ მიყვარდა ბავშვობაში. ერთხელ ამომივიდა, საჩქარი მაჩქეს და იმაში იდო, იმის მერე გაგიჟებული ვიყავი. თავისი ის რომ მოხდება პატარა საღებავები და ეს რომ და გააფერადო. ძალიან მიყვარს. ეს მძივებით რო აწყო, ამით ახლაც გავერთობოდი და გაცინოთ. ესე იგი, დაახლოებით ესეთი დუტი მქონდა საქართველოში რა. ეხლა ეს ბავშვების განყოფილებაში იყიდება. ხო და არ ეტეო და ჩემოდანში რომ მოვდიოდით აქ და ისე განბიცადე რომ აუმეთქი ეხლა ამის წაღება მინდო და უეჭველი თქო და როგორ ვერ მიმაქვს თქო. ამას უყურეთ რა ღირს. 10 ევრო ღირს ხალხო. 11 წლის ბავშვი აწერია, მაგრამ რო ჩავიცვა ეხლა ოდნავ დიდი მექნება ეს, ანუ მე 9 წლის ბავშვის მომერგება იდეალურად 10 წლის, აი ეს უფრო მომერგება. იმიტომ რომ რაღაცნაირად დიდი ზომებია რა ბავშვს რო ცოტა განიერად ჰქონდეს და შემთხვევით შევამჩნია აწერია 10 ევროდან და მეთქი რა ეს ხო ის არის მე რომ მქონდა. ეხლა არ მინდა იდეაში. მე მგონი დაცხა ისე მობრუნდა თბილი ამინდები და მე მგონი დაცხა ისე ამისთვის, მაგრამ ისე იცოდეთ, რო პეპკოში არის. აუ ძალიან მეყვარს პეპკოს საყვავილეები. სულ რომ ხედავ ხოლმე მეთქი, ამაზე დედაჩემი გაგიჟდებოდა ნახეთ, ანუ რა ფერია, რა ფორმა აქვს, ძალიან ლამაზებია. იქით ედოთ კიდე რაღაცა ახლები აქვს შემოტანილი, ძალიან მომეწონა, მე ესენიც ლამაზებია. ყველაფერი ულამაზესი აქვთ ხოლმე. აი ამ მაღაზიაში Gold Nutrition რო აწერია, დანამატები რო იყიდება, მანდ მუშაობს ერთი გოგო რა. ადრე რო შევედით ბიჭი მუშაობდა, ეს გოგო არ დამინახავს და ეხა იმ დღეს დარბაზში რომ მოვედი, გოგო იყო და ჩემი თავი გამახსენდა 7 წლის წინ სპორტულ საკობდანამატებში რომ მუშაობდი ხოლმე და მეც არ მევალებოდა ხოლმე დაგვა და მოწესრიგება და რაღაცა, მაგრამ მეც უგვიდი ხოლმე და ვაწესრიგებდი და ეს გოგო დავინახე როგორ გვიდა რა და ეგრევე ეგ გამახსენდა. აი მომწონს ის რომ ტანსაცმლის არჩევანი არის, აი იცით როგორი რაღაცები მხდება ხოლმე, აი მაგალითად დღეს გითხრეს რომ რამდენიმე დღეში სადღაც უნდა წახვიდე, აი ესე უცებ ექსტრემალური სიტუაცია. ისეთი რაღაცები იყიდება ძალიან ბევრ მაღაზიაში, რომ შეგიძლია გამოხვიდე და 1 საათში ლუკი აარჩიო რა, აი ააწყო და უამრავი შესაძლებელი ვერსია არის რა. რა შეგიძლია ჩაიცვა, აი ეგ მომენტი არ გექნება, რომ ვაიმე ვერაფერი ვერ ვნახე, აი ძალიან ბევრნაირი რამეა. არ ვიცი რატო, მაგრამ ესეთიც არის ელმოლს, მირჩევნია ხოლმე რომ ძალიან ბევრი ხალხი იყოს, ხმაური იყოს და რაღაცა ისეთი არ ვიცი რატო. ანუ მიყვარს მოლში ბევრი ხალხი როა. აი ეს არის ის კაბები, 8-ში ხოლმე. თავიანთ ტრადიციულ საკვებზე. ძალიან ლამაზი კაბებია, ძალიან, აი ეს ძალიან უწყს. წითელში არის კიდევ უფრო ლამაზი და მე მგონი, ანუ შეუძლიათ რომ შენს სხეულზე მოგარგონ რა, თუ შეხვალ და თუ მოისინჯებრო პირობითად არ მოგერგება ზომა, შეუძლიათ რომ გადაგიკეთონ. ეხლა იწყება დღესასწაული, ფერია ჰქვია და მთელი ამბები მიდის მომზადება რაღაცა მაგ დღესასწაულისთვის, თურმე ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ამათთვის და ფაქტობრივად მთელი წელი მაგისთვის ემზადებიან ხოლმე და რავი, ძალიან დიდი ამბავი ხდება აქ. ესპანელი წყვილი მედის ჩემ წინ, ძალიან საყვარლები არიან. სხვათა შორის ენის გაუმჯობესებისთვის და უფრო მეტად რომ მივეჩვიო ენის მოსმენას და ასე შემდეგ, დავიწყე ესპანური რეალიტი შოუების ყურება. გეტყვით ახლა დაახლოებით როგორი რაღაც არის. მოკლედ წყვილები შეხავთ, 6 წყვილი შედის და იწყება პროექტი. და ამ 6 წვილს მე აშორებენ, ანუ გოგო და ბიჭი ან გოგო და გოგო, ბიჭი და ბიჭი, ვინც არიან რა, მოკლედ ერთ-ერთი მათგანი მიხყავთ, ცალკე ვილაში გადახავთ. ხო და მე მიდის ერთი ამბავი, მოკლედ შემოხყავთ მე სხვა
ადამიანები, 12 ადამიანი შემოხავთ და დამატებით, ანუ პირობითად 1 ვილა და 2 ვილა არის რა. და თავიდან პირველ ვილაში შეხავთ ეს 6 წყვილი რა და მე აშორებენ და წყვილიდან თითო ან გოგო ან ბიჭი ან ვინც იქნება რა 12 ადამიანიდან 6 გადახავთ ცალკე და ამ 6-თან სხვა 6 ტიპს უშვებენ და ამ 6-თანაც სხვა 6 ტიპს უშვებენ რა დამატებით ახალ პერსონაჟებს უშვებენ შიგნით. თან ისეთი მაიმუნები არიან, რომ ზუსტად ისეთი კანდიდატურები ყავთ შერჩეული, როგორიც არის წყვილი რა, მაგალითად არის წყვილი შავგვრემანი გოგონა არის და შავგვრემანი ბიჭი. და დააშორეს ერთმანეთს რა. ეხლა შავგვრემანი გოგონა არის აქ, შავგვრემანი ბიჭი არის აქ. და მათ აქვთ ნათქვამი პირობითად რაღაცა ვიდეოში, რომ ჩვენ მოგწონს შავგვრემანი მაღალი ტიპები რა. და ზუსტად ეგეც მონახავენ გოგოსთვისაც და ბიჭისთვისაც, რომ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიონ მათში. და მე მიდის თავარი თამაში რა, ანუ აი რამდენად უღალატებს ან ერთი ან მეორე, მე სიცრუის დეტექტორი აქვს და მაღაზია ამოწმებენ, ან რამდენად სიმართლე სიტყვის რაღაც კითხვას რომ დაუსვამენ და მთელი ამბებია მოკლედ და ვუყურებ იმისთვის, რომ სალაპარაკო ესპანური არის. და სიტყვები მესმის და რაღაცა სიტყვები დავიმახსოვრე, აი რაც რომანტიკულ ურთიერთობებს უკავშირდება, ინდობა, ტყუილი, მართალი, ღალატი და ეგეთი რაღაც ჩახუტება და ეგეთ რაღაცები უკვე ფაქტობრივად ძალისხმევის გარეშე დამამახსოვრდა, რაც მაგ შოუებს უყურებ. კაი, წავალ. დავასრულებ ვლოგს. მადლობა ვინც მიყურეთ ბოლომდე და ჩემს ჭორაობას უსმინეთ მონოლოგს. და თუ არ ხართ უკვე ჩემი გამომწერები, გამოიწერეთ არხი. YouTube-ზე გამახსენდა ეხლა კიდე რაღაცაზე, უნდა წავიჭორაო, ისი არ იქნება. ესე იგი, დაახლოებით 10 დღის წინ, შეიძლება 2 კვირის წინაც, ზუსტად არ მახსოვს, თავში მომივიდა ძალიან მაგარი იდეა YouTube-ისთვის. აი, ძალიან მაგარი იდეა რა. ეს იდეები მომდის, იდეების მოსვლას არ ვუჩივი, იმიტომ რომ რო არაფერს ვაკეთებ და სამსახური რო არ მაქვს და დასაქმებული რო არ ვარ, იდეები მომდის, რისი გაკეთება შეიძლება ამ თავისუფალ დროს. და მომივიდა ძალიან მაგარი პროექტის იდეა, უბრალოდ ვიტყუები, ეს ჩემი ორიგინალი იდეა და მე დამება და მეთქი ესე არ ვამბობ. ამერიკელ YouTubers აქვს გაკეთებული ალბათ 15-20 წლის წინ. ძალიან საინტერესო პროექტი არის. იმის მერე თუ ვინმე გაიმეორა, მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ შრომატევადი საქმეა, შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი ჩანდეს, მაგრამ საკმაოდ შრომატევადია. მოითხოვს იმას, რომ აბსოლუტურად ყოველდღიურად უნდა გადაიღო ვიდეოები და განათავსო კონკრეტული ვიდეოები. მაინც არ გავაჟღერებ, რა იდეა იყო და მოკლედ, აი, ყველასთვის ვინც ვარჯიშობს, არის საოცრად სასარგებლო ინფორმაცია. აი, ძალიან კარგი რამეა და მეთქი, ანუ სამსახურთან ერთად ეგ რო აკეთო, აი რავი რა გითხრათ 75 დღიანი ჩელენჯი რო გავაკეთე სამსახურთან ერთად ადამიანს აღარ უგავდი გავწყდი წელში რასაც ქვია კიდე კაი ისე დაემთხვა რომ სტუდიაში მაინც გქონდათ გოგოებს შესვენება და რაღაც პერიოდი სტუდია რაღაც პერიოდი სადღაც ხო არ მახსოვს ზუსტად მაგრამ რაღაც პერიოდი სტუდია ჩამეხსნა მაგრამ ისეთ მომენტშიც ვაკეთებდი რომ სტუდიაშიც მუშაობდი დარბაზშიც მუშაობდი და ცოტაც და გადავიწვებოდი აბსოლუტურად რა ხო და მეთქი იდეალური მომენტია ახლა მე რო ეს პროექტი გავაკეთო იმიტომ რომ არ მუშაობ და დრო მაქვს მაგრამ 75 დღიანმა ჩელენჯმა რომ მომიტანა ძალიან დიდი სტრესი და რაღაცნაირად ძალიან ბევრი აგრესია და მთელი ამბები მაშინ მივხვდი რომ მეთქი უფასოდ და აი ესე სრულიად უსასყიდლოდ მხოლოდ ამ ერთ რაღაცას გავაკეთებ და ამის მერე ჩემი შრომა უნდა დაფასდეს თქო რა მაშინ შევპირდი ჩემს თავს ხო და არ მინდოდა რომ აი სრულიად უფასოდ გამეკეთებინა ისევ უდიდესი ენერგია უნდა წამართვას ძალიან დიდი რესურსი ასე შემდეგ ამიტომ ეს პროექტი შევკარი კარგად და მივწერე ქართულ კომპანიებს რომლებიც YouTube-ზე სხვადასხვა რაღაცებს აფინანსებენ ზოგი აფინანსებს პოდკასტებს ზოგი რა გითხრათ ამ სხვადასხვა რაღაცებს რა რაც არის ქართული YouTube მაგათ უდგანან გვერდში რა და მივწერე, ანუ პროექტი შევკარი, მეთქი ამას გავაკეთებ
და თქვენი ლოგო გამოჩნდება, თქვენი რო ხართ სპონსორი, ეგეც გამოჩნდება, მეთქენ ყველაფერი გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ჩემ შემთხვევაში საერთოდ არ იქნება და იმხელა ფინანსური ანაზღაურება საჭირო, რაც პირობითად დიდი იუთუბერების შემთხვევაში, ვისაც 100.000, 150.000, 200.000 გამომწერი ყავს. მე მყავს მხოლოდ 52.000 და დამწყებ იუთუბერში ვითვლები, მიუხედავად იმისა, რომ წლებია მაქვს, არ მაქვს ისეთი კონტენტი, რომ აი ყველა უყურებდეს და ხალხი ისე იყოს, რა ხო ხვდებით, აი როგორც არის მაგალითად სოსო, რომლის ვიდეოსაც შეიძლება მთელი ქვეყანა ელოდებოდეს, ანუ არც მაქვს პრეტენზია მაგაზე. უბრალოდ ვლოგებს ვიღებ. ვარ პატარა იუთუბერი. 52.000 გამომწერით. შესაბამისად, ჩემი დაფინანსება ბევრად უფრო ცოტა თანხებთან არის დაკავშირებული, ვიდრე full time იუთუბერის დაფინანსება. და არც ერთმა ქართულმა კომპანიამ არ დამიჭირა მხარი და არ დათანხმდა ჩემს შემოთავაზებას მაშინ, როდესაც ისეთ სასარგებლო რაღაცას თავაზობდი და აი მაგ პროექტში როგორც დამდგომოდნენ იმხელა რაღაცას ნიშნავს, რომ ვერ წარმოიდგენთ, აი ძალიან კარგ რაღაცას გავაკეთებდი, მაგრამ არ ვართო დაინტერესებულებიო, ზოგმა მომწერა, თან სხვადასხვის რამდენიმე საერთოდ პასუხის დაბრუნებაც კი არ იკადრა. და ძალიან მეწყინა, იმიტომ რომ არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ისეთი რაღაცები ვნახე მაგათი დასპონსორებული, რაც აი პირდაპირ ხელს უწყობს ხალხის გამოშტერებას რა. რომ აი ჯერ ისედაც სად ვართ საკითხulis გააზრებაში, მოსმენილის გააზრებაში, ისედაც სად ვართ ხო? გიждები ხომ ერთ რაღაცას რო ვიტყვი, საერთოდ მეორე შინაარსი გამოაქვთ ხალხს, აი საერთოდ აცდენილები არიან ხოლმე და ცოტა ისეთი რაღაცები ხომ მაინც უნდა დაასპონსორო, რაც რაღაცაში მაინც დაეხმარება ადამიანს რა. და მაგათი საქმეა ეხა ვის დაასპონსორებენ და რას დაასპონსორებენ, მაგრამ აუ რავი, ძალიან მაგარი რაღაც შევთავაზე და პასუხიც არ იკადრეს. ძალიან მეწყინა. ისე არ გავაკეთებ შანსი არა. ჩემს შრომას, ჩემს დროს, ჩემს ენერგიას მოუფრთხილდები, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ეხა და მაგის დრო, ამ დროს მოვახმარ ისევ ესპანურის სწავლას, ისევ სამსახურების ძიებას, ისევ ჩემ თავს. და არა ისეთ პროექტის გაკეთებას, რომელიც იქნება ისევ აბსოლუტურად უფასო და ისევ უნდა გავილანცხო, გავითათხო და ვინერვიულო კიდე ზემოდან, რა ვიცი, დღე-დაღამე. უბრალოდ ძალიან მეწყინა რა. კარგი იქნებოდა, რომ ხარში დადგომოდნენ ამ პროექტს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ამ პერიოდში მაინც არც ერთი ტრენერი არ გააკეთებს, იმიტომ რომ თავისუფალი ნება არის რა. შეგიძლია ადგე და ნებისმიერი რაღაცა გააკეთო და გადაიღო, მაგრამ აბა ვინ აკეთებს? იმიტომ რომ ძალიან შრომატევადია და შანსი იყო რომ გამეკეთებინა რა. მაგრამ ოკეი, ხო ის ყველაფერი რაღაცა მიზეზით ხდება. რაღაცა მიზეზით ხდება ყოველთვის ყველაფერი. ესე იგი, მე მაგას არ უნდა მოვახმარო ეხლა ჩემი ენერგია და ცოტა სხვა რაღაცებზე უნდა ვკონცენტრირდე. ოკეი? ამიტომ მაინც ვეცდები და გული არ დამწყდეს. კაი, ეხლა წავალ ნამდვილად. მადლობა კიდე ერთხელ. გამოიწერეთ არხი. მომდენო შეხვედრამდე. არა, მომდენო შეხვედრამდე არ ვამბობ ხოლმე. მომავალ შეხვედრამდე.